ჩემი და ეთერი მუშაობდა გერმანული ენის მასწავლებლად, ახალი დამთავრებული ჰქონდა ინსტიტუტი სადგურ სვირის საშუალო სკოლაში და ჩემიდან ზესტაფონიდან დადიოდა აქ დილის მატარებელს მიყვებოდა რომ ჩასულა ერთ დილას და მიუახლოვდა სკოლას არ იყო კიდევ დაახლოებით 50 მეტრში უეცრად ცხენის ფეხით ქარატკური შემოესმოდა შემოbrunებულა და ეს ლაგამში მოუწევია მხედარს და უკანა ფეხებზე დამდგარა ცხენი რომ დაჩერებია თავზე და უკივლია შიში და მეზობლის ქალებიც გამოსულან იქანა ეს იყო ვიღაც ნაციხვარი უბედური და ვითომ გაეხუნა და შეაშინა შესულა სკოლაში თუ არა სამასწავლებლოში უკვე ჩაკეცილა მუხლები ნუ რა ღონისძიება ჩაატარეს არ ვიცი მაგრამ მოსულიერებულა ისევე ჯანზე მოსულა მაგრამ ამ ამბავს სახში არ ამხელდა ჩვენთან რომ ასე გამიკეთავო იმ რაგვარი იყო ის კაცი არ ამბობდა მაგრამ გავიდა დრო და უეცრად აგე რომ გველაპარაკებოდა ესე იგი ჩაიკეცებოდა კიდე ვერაფერი აქ ექიმებმა იმ დროის ვერაფერი ვერ იმასწრეს უსაშველეს უკურნალეს და ავიღე შვებულება მეც მასწავლებლად მუშაობდი არგვეთი სკოლაში და წავიყვანე თბილისში ვაკეში იყო საავადმყოფოში ქავთარაძე პროფესორი და იმასთან მიგვიყვანა ნათესავმა გამოკითხა ყველაფერი ეს როგორ იყო რაფერ დაემართა და როგორ დაუწყეს მკურნალობა არაფერი შედეგი არ იყო დიდხანს უკურნალეს მერე შეგვეკითხა ხერხემლიდან სითხე უნდა ავიღოთო ახლა ზოგმა გვიჩია ზოგმა უარი აქეთი ვართ ასე დღეში რა ვქნათ დაფიქრებული ადრე ეთერი იმაზე სანამ სვირში მუშაობას დაიწყებდა ბორჯომში მუშაობდა მასწავლებლად გერმანულის მასწავლებლად და ყორტანეთის სკოლაში ასწავლიდა და კიდე რომელიმე სკოლაში და იქ მისმა ხაზეიკას გაუღია ეს ამბავი ეთერი ამ დღესშია ჩამოვიდა ეს ქალი თბილისში მოვიდა საავადმყოფოში მახსოვს და ბოთლით მოიტანა რაღაც წამალი და ოღონდ ჩუმად შემოვიდა ექიმებს და პროფესორს არ გაეგო და ის ერთი შეულოცა რაღაც და ერთი ბოთლი წამალი როგორ სვამდა რამდენს ეს აღარ მახსოვს დალია ამის შემდეგ არც სითხის ამოღება დაჭირებია აღარც მუხლებში ჩაკეცილა და ჩვეულებრივი ქალიშვილი მასწავლებელი იყო ახალგაზრდა მასწავლებელი შემდეგ დაქორწინდა და რა თქმა უნდა და შემდეგ გავიგეთ რომ ეს მას დაემართა შიშზე შიშმა უქნა და ჩვენც მერე აღარ ჩემი ძმები და ეს ყველა რომ დაგვეწყო ჩხუბი იმისთვის იმ კაცისთვის და იმისთვის აღარ იყო შედეგიანი და ქედავანებენ ქეწამოვიდა სადგურშვილიდან მერე და ზესტაფონში დაიწყო გერმანული ენის მასწავლებლად მუშაობა და მისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე მსგავსი რამ აღარ შეგვთელია განკურნეს ასე